არის თუ არა გირჩი ტრადიციული პარტია. რა არის ტრადიციულობა? ტრადიციულობა მისდევდა იმ წესებს, რომელსაც შენი წინაპრები მისდევდნენ და გამოადგათ. ტრადიცია საზოგადოების ცვლად გარემოსთან ადაპტაციის შესაძლებლობაა. ადამიანს უფლება აქვს მისდიოს ტრადიციებს. ტრადიციები იცვლებიან. ზოგ ტრადიციას ცივილიზაციაში თანთქავს ან ფორმას უცვლის. როცა მონები ყავდა, ჯვარს მათ გასაკრავად ვიყენებდით, მაგრამ ახლა ყელზე გვკიდია და თაყვანს ვცევთ. ადრე მიგვაჩნდა, რომ ბატონს ჰქონდა პირველი ღამის უფლება, მაგრამ ახლა ამის აღიარება გვიჭირს. ცუდი ადამიანები ხშირად ძალადობას ტრადიციად ასაღებდნენ. ზოგი ტრადიცია მონობაში შევქმენით, რათა მონობა უფრო ასატანი გამოსულიყო. მაგალითად, საბჭოთა კავშირში ვერ გაიშლებოდა ისეთი სუფრა, სადაც ადამიანები ერთმანეთს გულწრფელად დაელაპარაკებოდნენ, რადგან ეშინოდათ და ერთმანეთს არ ენდობოდნენ. ამიტომ იყო საჭირო ტრადიციული სადღეგრძელოების თანმიმდევრობა, რომლებიც არავის გააღიზიანებდა და პირიქით პარტიულ ამხანაგებთან მოფერების საშუალებას მოგცემდა. ტერმინი სადღეგრძელო კომუნისტებს არ შეუცვლიათ, მაგრამ შინაარსი შეუცვალეს. ადრე სადღეგრძელოებში ადამიანები ერთმანეთს ესაუბრებოდნენ, კომუნისტების დროს კი პარტიას. ზოგადად ტირანიის დროს ხშირად ეცვლებათ სიტყვებს და ცნებებს შინაარსი, სახელის უცვლელად. ამიტომ ჰქონდა ტრაფარიტულ სადღეგრძელოთა თანმიმდევრობა და მოკლე შინაარსი ყველას გაზეპირებული. საჭირო იყო, აბა რაზე უნდა გველაპარაკა სუფრაზე, ახლაც ხშირად ასეა. გირჩი არის ყველაზე ტრადიციული პარტია საქართველოში, რადგან მთავარი ქართული ტრადიცია თავისუფლებისთვის ბრძოლაა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქართველ კაცს აქვს იარაღის ტარების უფლება. ქართველ კაცს უფლება აქვს მის წინაშე ჩადენილი დანაშაული აპატიოს სხვა ადამიანს. ქართველ კაცს უფლება აქვს იტაქსაოს იმფერის მანქანით, რა ფერც მოსწონს. საერთოდაც უფლება აქვს იაროს ისეთი მანქანით, როგორც გაუსწორდება. ქართველ კაცს აქვს უფლება სადაც უნდა იქილოცოს. ქართველ კაცს უფლება აქვს თვითონ მიხედოს საკუთარ სიბერეს. ქართველ კაცს უფლება აქვს ისეთი სახლი ააშენოს, როგორც გაუსწორდება, თუ მეზობლები არ ედავებიან. ქართველ კაცს აქვს უფლება თვითონ გაზარდოს საკუთარი შვილი ისე, როგორც თვითონ მიაჩნია სწორად. ქართველ კაცს უფლება აქვს ჰქონდეს რესტორანი, სადაც ის და მისი მეგობრები სიგარეტს მოწევენ. ქართველ კაცს აქვს დედის დაცვის უფლება სასამართლოში და სასამართლოს გარეთაც. ქართველ კაცს აქვს უფლება ბოჩოლა გაასეირნოს საზღვარგარეთ. ქართველ კაცს აქვს უფლება არარეგისტრირებული ძაღლიც ჰყავდეს. ქართველ კაცს აქვს უფლება მაღაზიიდან განოდებით გამოიტანოს ტელევიზორი. ქართველ კაცს აქვს უფლება უყუროს და სხვასაც აყურებინოს პორნოს. ქართველ კაცს აქვს უფლება გამოცვალოს ფანჯარა საკუთარ სახლში ან მიაშენოს მას ბუხარი. ქართველ კაცს აქვს უფლება, რომ საკუთარ ეზოში მოჭრას ხე. ქართველ კაცს აქვს უფლება არ ეშინოდეს პოლიციელის და პროკურორის. და საერთოდ, ქართველ კაცს არ უნდა ეშინოდეს საკუთარ სამშობლოში ცხოვრების. კიდევ ბევრი რამის უფლება აქვს ქართველ კაცს, რომელსაც თვითონ ჩვენივე უსაფრთხოებისთვის რეგულაციებით გვართმევენ მთავრობები. რაც მეტი რეგულაციაა, მით უფრო მეტად კარგავთ ქართველობას. ამიტომ ყველა რეგულაციის დედაც მოვტყან. ქართველ ხალხს გაუმარჯოს. პატივისცემით, გირჩი.